Ასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის კვოტები უკვე განსაზღვრულია საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დილიდან იმშელა. კომისია 14 წევრით კომპლექტდება. მისი ხელმძღვანელი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი იქნება. კომისიაში 7 წევრი ქართულ ოცნებას ეყოლება, 7 ოპოზიციას, კერძოდ 3 კვოტა გიორგი გახარიას გუნდს ექნება, 3 ხალხის ძალას, 1 კი ევროპულ სოციალისტებს. კომისია საქმიანობას აპრილის ბოლომდე გააგრძელებს და შეისწავლის საქართველოში არსებულ მაღალ ფასებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ბიზნესთან ადეკვატური კომუნიკაციის ფონზე მოვნახოთ შეხების წერტილები და მოვახერხოთ ის, რომ ფასები დაიწიოს ლოგიკურ ნიშნულამდე. მოქალაქეებს ძალიან ძიმე ტვირთად აწევთ სწორედ აი პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე გაზრდილი ფასები. მნიშვნელოვანია ამ კომისიის პროფილი გაფართოვდეს და თუ ამ ინიციატივაც გვექნება ჩვენ, იმიტომ რომ გარდა ამისა, ბევრი სხვა ეკონომიკური პრობლემა აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, მაგალითად ის ძალიან ძიმე საბანკო ვალდებულებები, რომლებიც მათ აქვთ და ამაზეც საჭიროა, რომ ჩვენ დავინტერესდეთ, როგორ ფორმირდება ის პროცენტები და ის ვალდებულებები, რომლებსაც საბანკოდ იხდიან ბანკებში ჩვენი მოქალაქეები. შემოვიფარგლებით იმ საკითხით, რაც არის დღის წესრიგის თემატიკა და წარმოადგენს ფასწარმოქმნის ჯაჭვის დამდგენი კომისიის შექმნას, სადაც აქტიურად ვიმუშავებთ, მივესალმები ოპოზიციის მხრიდან ჩართულობას. აქვე მინდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვახსოვს წინა მოწვევის პარლამენტში გამორჩეულად თუ როგორ აპელირებდა ოპოზიციის ცალკეული წევრები რაც მაღალ ფასებზე, თუმცა როგორც კი დადგა საკითხი ფას წარმოქმნის შესწავლისა და ფასების ლოგიკურ ზღვრამდე დაწევისა, კონკრეტული გამონაკლისების გარდა რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილი პრაქტიკულად დადგა მაღალი ფასების მხარეს. ხელისუფლებამ შესაბამის მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ინიციირება უნდა მოახდინოს და ახდენს კიდეც ისეთი პროცესების, რაც ბიზნესთან თანამშრომლობის, ბიზნესის თავისუფლების პრინციპის დაცვით მოახდენს ერთობლივად ფასების რეგულირებას და ის იმ ზღვამდე დაწევას, რაც ნამდვილად იქნება ლოგიკური.